როლაიდი დაღამონ შვიდობისა მემჯერო და შენი იმ მუსიკას რის მოსმენაც მე მინდოდა ამ ქვეყანაში არ უკრავდნენ და თუ გინდა რაღაცა გააკეთო კარგად და გააკეთო შეთქმა და ავიღე და მე თვითონ გავაკეთე მე აღარ მაქვს მეტი იმედი იმის რომ გადამწყვეტ მომენტში მე ვიცნობ მათ მე აღარ მაქვს მეტი ილუზია იმის რომ სიყვარულს სჭირდება მხოლოდ ფონა მე ყველაზე ექსტრემალურად მოაზროვნე და ვიზუალურად გიჟი და რაღაც რომ შემხედავდი და ხალხი რომ იმაშობოდა დავრჩი ამ ქვეყანაში და ეს ყველაფერი აი მხელებით შეუქმნა ამ ქალაქში დღეს მე ფომერკლები ამ ქალაქში ბედნიერება მოკლედ ამ ქალაქში შენ უბრალოდ ითხოვს და დახილი გული იცვიდი სიმხელს ზოგი ბიჭები ჩემი მტრები იყვნენ ის პოლიცია ჩემი მტერი იყო ის სნობები ჩემი მტერი ყველა ჩემი მტერი იყო ჩემს იგივე საჭმელი არ არის განათება არ არის ფული არ არის ტასაცმელი არ არის სითბო არ არის არაფერი არ არის რა და ბავშვები ესენი გარეთ გამოსულები ვინც იყვნენ და ვინც რაღაცა აი ესეთი ადამიანები მოვიდნენ ფაბრიკაში ჩემთან არჩევანი იყო წამალი მოსაწევი სასმელი დავირჩე სასმელი მოგესალმებით ხალხო ძალიან საინტერესო სტუმრით ჩემი დღევანდელი სტუმარია თანამედროვეობის დიდი ხელოვანი დიდი არტისტი მომღერალი მსახიობი მუსიკოსი ლადო ბურდული კიდე რამე შეიძლება იყოს მაგრამ მე მგონი ჯობია მე გადაცემაში უფრო მიხვდება ხალხი დიდი მადლობა იმისთვის რომ მეწვიეთ გადაცემაზე მადლობა დაპატიჟებისთვის ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება ქართული არტი ესე რომ წარმოვიდგინოთ ძირითადად მუსიკალური ხელოვნება მაგრამ 70-იანი 80-იანი 90-იანი წლების ქართული ხელოვნება ალტერნატიული ხელოვნება მე ესე ვიტყოდი როგორ შემოდის საქართველოში იმიტომ რომ ჩვენი სტუმარი აი ამ ფაქტობრივად პიონერია ზოგადად ამ საქმის საქართველოში შემოტანის მე დავიწყებ შორიდან თქვენთან საუბარს როგორი თბილისია ის როგორიც თქვენ პირველად გახსოვთ და როგორ იქცევს ის თქვენ ყურადღებას იმგვარად რომ ინტერესდებით ისეთი რამით რაც ალბათ იშვიათია თუ საერთოდ არსებობს იმ პერიოდის თბილისში რა დროსაც თქვენი მეხსიერება იწყება მოდი ასე დავიწყოთ რაღაცნაირად რომ თქვენი თვალით დამანახოთ ის პერიოდი თქვენი ბავშვობის პერიოდი მე ვიცი რომ სცენაზე ბავშვობიდან გახართ ბავშვობიდან აკეთებთ იმ საქმეს რასაც მე მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებდით მაგრამ აი ის ინტერესის აღძვრის მომენტი მაინტერესებს როდესაც თქვენ ამ ძალიან უცხოხილით ალტერნატიული მუსიკით ინტერესდებით კი ბავშვობიდან მუსიკალურ განათლებას მაღებინებდნენ ჩემი მშობლები და ბევრ რაღაცებზე წრეებზე დავდიოდი კიდე პიონერთა სასახლე იყო ესეთი ანუ მთლიანი ისა მაქვს გავლილი სცენა ფოლკლორული მუსიკის ეს იყო მირანგულა ქალბატონი ქეთნოშინ და გორიძის ხელმძღვანელობით ვაშთა ვოკალური ანსამბლი საუნჯე იყო ესეთი ქალბატონი გოგი და ნელი იყვნენ ამის ხელმძღვანელები სადაც ღეროდი მანდაც ფლოპ რამოდენიმე ინსტრუმენტს სტვირზეც კი დავდიოდი სტვირიც და ფანდურზე უკრავდი და მღეროდი და მოკლედ ფოლკლორი ჩემთვის ძალიან ახლო იყო და მაქედან ბევრი რაღაცები მე ჩემ მუსიკაში წამოვიღე ისე რომ არ ეთყობა მუსიკას მაგრამ გიგზნობა რომ ქართული არის ეს მუსიკა ხო და მე ნუ რა თქმა უნდა დავდიოდი კონტრაბასზე შემიყვანა მამაჩემმა და დედაჩემმა მომწონდა ეს ბას-გიტარაზე უკრავდი, მაშინ რაღაც ანსამბლი იყო. ესეთი 73-12 წლები იყო 14 რაღაც ეგრე. ნაკადული ერქვა, სადაც იქაც ბას-გიტარაზე უკრავდი და მღეროდი. ხო და მე ამ ბას-გიტარაზე ძალიან შემიყვარდა და დააკვრა რაღაც მომწონდა ეს ბას-გიტარა და გადამიყვანეს კლასიკური განათლება რომ მიმეღო. მეცხრე მუსიკალურში დავდიოდი ბატონ ედუარდ დათებაშვილთან. მე მაქედან და 50 მეტრის სკოლაში ვსწავლობდი, მე გადავედი ნიჭიერთა წლებში. მე მივედი კონსერვატორიაში ჯაზ უკავშირდება და კონსერვატორიაში და მოკლედ
არის მე მუსიკაში ვარ, მაგრამ ალტერნატიული მუსიკა მაინც ეს სხვა რაღაც არის, იმიტომ ხა კლასიკური მუსიკით მე აღარ გავაგზავნე ჩემი ცხოვრება, რომ ვერც ხედავდი, ხა ნუ კონტრაბასისტი სოლო შემსრულებლები არიან, მაგრამ ძირითადად მაინც ან ოპერაში უნდა დაგკრა, რომელიმე ორკესტრში უნდა დაგკრა და ეგ ჩემი არისო რა. და რაღაც ბავშვობაში სულ მეგონა რომ უცხოეთში წავიდოდი, სადღაც ვიყავი, 13 წლის ვიყავი და სადღაც ვიყავი მიუნხენთან ახლოს რაღაცა პანსიონატი იყო და გავიცანი ერთი ქერათმიანი სიმპათიური გოგონა ქეროლ დევის ერქვა საფრანგეთიდან და მიყვარდა და მეგონა რადგანაც ის იქნებოდა ჩემი მომავალი ცოლი და ვაპირებდი წარსლად წერილებს წერდი იმ წერილის მოსლა ჩაღა მოკლედ ბავშვობა აქვს ამ წერილი მამედას მოქონდა წერილი და რო შემოუხვდა ქუჩიდან პანჯერასთან ველოდებოდა მოკლედ მაგარი დრო იყო რა ზამთარი საფხულის იცი ღინვა სიცხეში ამის წერილებით ვიზდებოდი. მოკლედ ასეთი ის. ამ დროს რა ხდება? აი მათ შორის აი დღევანდელი გადმოსახედიდანაც აი შეიძლება იმ დროს ბავშვი ხარ და იმ დროს ვერ ხედავთ ისე თქვენი მუსიკალური თვალსაჩინო რა ხდება საქართველოში და დღევანდელი გადმოსახედიდან ამ დღევანდელი გადმოსახედანაც რო დამანახოთ იმ პერიოდის მუსიკალური გეოგრაფია როგორია? რა ხდება საქართველოში, რას უკრავენ და როგორ შემოდის დასავლური მუსიკა საქართველოში? აი მაგას ყვება და გავაგრძელე და სულ მეგონა რომ წავიდოდი მოკლედ რა როგორც კი გავიზრდებოდი ამ გოგოს მოვიყვანდი ცოლად და ბედნიერ ცხოვრებას გავაგრძელებდი უცხოეთში მაგრამ ბებია გაზდელი ყავდა დარია გრიგორევნა და ვერ მივატოვესავით იყო და მე აღმოჩნდა რომ ამ ვერ მიტოვების დროს ქართული ოჯახი ჩემი პირველი მეუღლე ქეთი მესხი და ქალიშვილი თეჯი და ვერ მივატოვეს ფიზიკურად და მე დავიწყე ფიქრი რას გავაკეთებ და ალტერნატიული მუსიკა მაქედან დაიწყო რაც შეეხება ახლა იმ პერიოდში რაც ხდებოდა რატო დავიწყე ამ ალტერნატიული მუსიკის დაკვრა? იმიტომ დავიწყე ამ ალტერნატიული, რომ იმ მუსიკას, რის მოსმენაც მე მინდოდა ამ ქვეყანაში არ უკრავდნენ. და თუ გინდა რაღაცა გააკეთო, კარგად უნდა გააკეთო, შენ თვითონ და ავიღე და მე თვითონ გავაკეთე. იყვნენ ჯგუფები ძირითადად რომლებიც უკრავდნენ ან უცხოურ მუსიკას ეს იქნებოდა ბიტლსები თუ რა ვიცი დი პარპლი თუ რაღაცებს უკრავდნენ ან უკრავდნენ ტერეტი გრანელზე გალაქტიონ ტაბიძეზე ნუ როკ მუსიკის სცენას ლაპარაკობ იქეთკენ ახლა ცოტა სხვა სიტუაცია იყო იქეთკენ უფრო აი რაღაც აზიურ სტილში შალახოზე აწყობილი რაღაც აზიურ მელოდიებზე რაღაცები იყო პოპულარული დღემდე ტანკლი ტუნკლი აი ეგეთი მუსიკები რა ეს არის ჩემი რა ხო ფანოგი თუ რაცა ჩემი იყო ეგეთი სწორი პირდაპირ და რო ურტყავს რა და პროტესტი რო არის და სიცოცხლე რო არის და ენერგია რო არის და რაღაცა რო არის და რო არ ქუტები და მოკლედ რა და არისო რა ეს მუსიკა რაღაცები იყო გამონათებები მაგრამ ეს ის არისო რაც მე მინდოდა იყო მაგალითად რა თქმა უნდა ვიღაცები იყვნენ როგორც იყო მაგალითად 75 ჯგუფმა რაღაცა ის რევოლუციური ალბომი რო გააკეთა მეც უსმენდი იმიტომ რომ ყველაზე როკული მაინც ის იყო იმ პერიოდის მაგრამ ეს როკი არისო ხო მერე იყო კიდე თეატრონი იყო რაღაცა ჯგუფი წამოვიდა ამის ბაზაზე. ნუ აი ეს ის ხაზი არის, რომელიც მიახლოებით ცდილობდა ამ თანამედროვე მუსიკის რაღაც დონეზე აგრძალული მუსიკის შემოტანას საქართველოში, ხო? ნუ რა თქმა უნდა, მანამდე იყვნენ ივერია ორერა ჯგუფები, უამრავი, რომლებიც ჩემი არასდროს არ ყოფილა. და ნუ რაღაც კი შეიძლება ხა მომესმინა, მაგრამ ნუ ეს მე არ მეხებოდა რა. და მე დავიწყე მეთონ ამ მუსიკის დაკვრა ასასვლელი რომ საქართველოს ღირსი იყო რომ ეს მუსიკა დაკვრა და ქართულად უკრავდით? ქართულ მუსიკას უკრავდით მაშინდანვე? ყველაზე დიდი ჩემი დამსახურება ალბათ თანამედროვე მუსიკის ისტორიაში რომ მე შევქმენი ქართული თანამედროვე მუსიკა ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე პროტესტით, ჩემი ცხოვრების ამსახველი ისტორიებით, ჩემ თავზე ვსაუბრობ, მე არ ვლაპარაკობ ვიღაცებზე და რაღაცებზე, ყველაფერს ჩემი მუსიკა გავს ფილმს დოკუმენტალურ ჩემი ცხოვრების შესახებ.
რაღაც სიმღერას რომ მღერივ, კონკრეტულად მახსენდება ის პერიოდი, ის ხალხი რატომ დაუწერე სიტყვები საიდან მოდის, როგორ მოდის. და ისე რომ ესე იყო რა. დაახლოებით რა პერიოდიდან, აი თქვენ რა პერიოდიდან თვლით რომ დაიწყეთ ალტერნატიული მუსიკის? აი პირველი ის იყო, ზუსტად გეტყვით რომ მივხვდი რომ ვეღარ წავედი, რომ მივხვდი რომ ცოლი მყავდა უკვე და სულ სხვანაირი, აი როცა ოჯახს ქმნი და როცა უკვე ცოლი ყავს და შვილი გიჩნდება, აი სულ სხვანაირი საქართველო გადაიშალა უკვე. ეს აღარ იყო რაღაც ილუზიური და მეოცნები და ეს ყო რეალური რაღაცები გაეცრა უკვე და სხვანაირად შეიცვალა და მკვეთრი გახდა უფრო ფოკუსი და მივხვდი რომ დიდი პროტესტი ისედაც ქონდა სულ, მაგრამ აი უკვე მე უფრო დიდი პროტესტი გამშარ, სულ ყველგან ტყუილი, სულ ყველგან სიაფანდობები, სულ ყველგან რაღაცა თამაში და ნაღდი რაღაცეები საერთოდ ირგვლივ აღარ იყო. ნუ მე ბიუროკრატია რაღაცები რო გჭირდება ოჯახისთვის, ხო, ხანდახან გჭირდება ისეთი რაღაცეები, რომ რაღაც ცნობა იყო მოსატანი, რაღაცა გასაკეთებელი, რაღაცა საყიდელი და ეს პროდუქტების პრობლემა, იმისი პრობლემა, ამისი პრობლემა, აი ამ რეალურ ცხოვრებას მე მეუღლე რომ მოვიყვანე ჩემი პირველი, მაშინ დავეჯახე. და ტექსტიც ეგეთი იყო, ნაცემი სახეები, დაგლეჯილი გზები, ნამტირალი თვალები, მოტყუებული ხმები, ყოველნაბიჯე მხვდებიან. მე და ეგეთი მძიმე მუსიკა იყო, რა მითქვა ომი დამთავრდა 1945 წელს. ეს ჯერ კიდე იყო ეს 80 გიყვებით 4 წელი, 5 წელი ეს სიმღერა რომ დავწერე. მაშინ ეგეთ სიმღერებს კი არა მიახლოებით არც უშუალოდ ქართულ აზროვნებაში, სცენაზე კი აზროვნებაში არავინ არ ფიქრობდა ეგეთ ტექსტებს. თქვენ ამ პერიოდში წერთ ამ ტექსტებს, უკრავთ, მაგრამ სად ხდება ამის გამოვლენა საჯარო სივრცეში? კაი კითხვა არის და მაგას დავიწყებ. ჯერ ამას უკრავდი ჩემთვის. ეს რომ დავუკარი 1-2 ჩემ მეგობრებში. უცებ ვიღაცებმა თქვეს რომ რა მაგარია და მოდი ჯგუფი გავაკეთოთ. მე ისაც მქონდა ეს ჯგუფის გამოცდილება, როგორც გითხრათ, ბავშვობაში ნაკადული რაღაცები უკრავდი. და ეს სიმართლე რო გითხრათ, ბიაგებში ბიგები იყო ეგეთი და ვერმონები მაგის სუნში გაზრდილი ვარ ბავშვობიდან. ისე რომ ეს მსვლელობა მქონდა რომ რახანმა ვერ მივდივარ, მოდი ჯგუფი გავაკეთოთ მაშინ რა. და ამ თანამოაზრეებს ვეძებდი, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო თანამოაზრეები მოძებნა, იმიტომ რომ მარტო ის არ მიდოდა რომ კარგად უკრავს და პროფესიონალი მიდოდა, ენერგია ქონოდა და რასაც ვაკეთებ და ხო დამთახ ხო პოზიცია სულისკვეთება ერთნაირი წამოსული იყო სცენიდან. პირველი ჩვენი ჯგუფი გავაკეთეთ, ურჩხული იყო ესეთი და ეს იყო რაღაც პოსტ-პანკი იყო უფრო, მე ეს ურჩხული ჯგუფი დაიყო ორ ნაწილად, მე გავაკეთე რეცეპტი და რაღაც პერიოდის შემდეგ იმათმა გააკეთეს კომენდანტის საათი, ეს ერთ-ერთი პირველი პანკ ჯგუფი არის საქართველოში და მე გავაკეთე უფრო ალტერნატიული ხაზისკენ წამოვედი და მოუძებნე ის ხალხი, ზაზა სახამბერიძე იყო ჩემი ძმა, რომელმაც მითხრა რომ მაგარი სიმღერები არ და ზაზაკსაც უკრავდა ვალერა კაჩაროვთან ბლიცში გიტარაზე. და მითხრა რომ მოდიო გავაკეთოთო ჯგუფიო რა. და გავაკეთეთ ჯგუფი მე და ზაზამ. და ამას დავარქვით რეცეპტი. მე მომყავდა ვიღაცეთი ხალხი რომ მე თვითონ მასწავლედი დაკვრას და მე თვითონ უხსნიდი და ვიღლებოდი, იმიტომ რომ აღარ ვერ უკრავდნენ ხანეზარებოდა და ზაზა მოიყვანა ვოვა ვარდანიანი პროფესიონალი ძმა, მაგარი და სასტყავზე ძალიან მაგრა უკრავდა, ამღერებდა რა ინსტრუმენტს რა. და ბას გიტარაზე კიდე ჩვენი ძმა ცხონებული ორივე გარდაცვლები არიან. კახა გუგუშვილი, ჯოზეფა და გავაკეთეთ ეს რეცეპტი რა. და კონცერტებს სად მართავდით, თქვათ და იმ პირველ პერიოდის სისტემას რა ურთიერთობა აქვს თქვენთან?
კონცერტი პირველი გავაკეთეთ 96 თუ 17 წელი იყო და რაღაცა კომკავშირმა გააკეთა რაღაც როკ ფესტივალი. 86-87 წლები იყო, აღარ მახსოვს ზუსტად. და გააკეთა რაღაცა ისა რა ქვია ფესტივალი და ზაზა მითხარა მოდიო გამოვიდეთო ამ ფესტივალზე და დაუკრათ. მე ვთქვა რატომაც არა სცენა რაღაცები და გავაკეთეთ გამოვედით ამ ფესტივალზე. აი ეს როგორი ფურორი იყო, იცი? აი ყველა უკრავს და უცებ რომ რაღაც მიწის დროს შეგედა ისე რომ გააგრძელებს. ხალხი ადგა და ფაშისტი და რაღაცები და სცენი, დატოვეს. გააპროტესტეს. ჯერ პირდაღებულები უყურებდნენ, რა ხდებოდა რაიმერეთ ასე. აი ეს არა ნაღდი რაღაცა ძიმე და მოშნი და რომ მოდის და რომ აღარ იქამდე რაც იკრებოდა რაღაცები არ იყო რა წამოვიდა ეს ალტერნატიული მუსიკა ენერგიული ვისაც მზად არ იყო საზოგადოება თავის დატვირთდა ტექსტებით და მაგის შემდეგ ხო საერთოდ ყველა იმიდან მივხვდი რომ ეს საშიში კაცია ამის გამოყვანა არ შეიძლება არსად და იქიდან ის იყო პირველი და ბოლო ჩემი აი რომ მივხვდი რომ ეხა დადაუკრავდა ჩემი ახლობელი კიდე ჯგუფი ყავდა ტაქსი ეს ჩვენი ტოსოკა ერთი იყო და ქიშომე და კიდე რამოდენიმე იყო მაგრამ ძირითადი ეს ხალხი იყვნენ და ქიშო ძირითადად იყვნენ ფილარმონის მუსიკოსები ანუ მაგათი სიმღერები გასაგები იყო ადამიანებისთვის და მისაღები იყო ნორმალ მელოდიური ხაზები ჰქონდათ უფრო გამოკვეთილი ან უფრო რაღაცა ეს რითმული ხაზები და ეს მოდათ ეს რა და ჩემი არც მელოდიური ეს მოდათ არც რითმული და ძალიან უცნაური იყო აი ეს უფლისნება იყო აი ძალიან უცნაური ჩემთვის იმიტომ რომ ესენი ორივე წავიდა უცხოეთში 93-14-15 წლებში და მე ყველაზე ექსტრემალურად მოაზროვნე და ვიზუალურად გიჟი და რაღაც რომ შემხედავდი და ხალხი რომ იმაშობოდა დავრჩი ამ ქვეყანაში და ეს ყველაფერი აი მხელებით შევქმენი არარსებული სცენა და ამის უკან არც პოლიტიკური პარტია არასდროს არ იდგა არც რაღაც კრიმინალური რაღაც ძალები და არც რაღაც ფინანსური ეს კეთდებოდა ყველაფერი ჩემი გულით ჩემი სუფთა ხელებით და გავაკეთე რა. ამ ქალაქში დღეს მე ფობენ კლები, ამ ქალაქში ბედნიერება მოკლედ, ამ ქალაქში შენ უბრალოდ იცხოვრი სიტყვას, გადახშილი გულით, იცვიდით სიმხელს. ჩამოვიტანე ჯერ 92 წელში პროექტი ტახელესი ბერლინიდან და ფაბრიკა გავაკეთე თბილისში, სადაც მოვიდნენ. ეს ეტაპობრივად მიყვეთ, ჯერ რეცეპტზე არის საუბარი, კარგით, ოკეი? რეცეპტი და მოკლედ მე ამ კონცერტის შემდეგ მე ვცდილობდით აი ესეთი ის რო სტუდიაში ჩაწერაზე მივედით და სტუდიაში ხო ზის ეს დიდი ისეთი იყო რა ქვია შუშა და ხედავ როგორ ქმნის რეჟისორი აკეთებს და ხედავ ერთი ტიპი შემოდის გვიყურებს გავარ და 5 შემოდის გავარ და 15 შემოდის და ყველა რაღაც ეს გიჟები ვინები არიან შეხედე მოდი ნახე ვინები გაიცნო ხვდები ხორის თქმა უნდა აი ისეთი მარტო მუსიკალურად კი არა, ენერგეტიკულად ისეთი ძლიერი ჯგუფი იყო რეცეპტი იმ დროს. და თვითონაც ახლა აი როცა მე ამას სულ ვამბობ და ძალიან სამაყოა, იმიტომ რომ ეს რეცეპტი და ეს მუსიკა იქნებოდა უფრო ადრე, ვიდრე ეს მე მოხდა დასავლეთში. აი ეს არის ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი აი ამ რეცეპტის ფაქტორში, რომ თვითონ მუსიკალური კრიტიკოსები აი ამას აღნიშნავდნენ, რომ რეცეპტმა დაუკრა ეს მუსიკა უფრო ადრე ვიდრე დასავლეთში იყო და აქ კიდე იყო გრანჟის ელემენტები რომელსაც 87 წელს რასაც უკრავდი მე 92-ში ნირვანა და ისინი რომ წამოვიდნენ საუნდგარდენები აი ეს ელემენტები იყო 86-88 წლებში ჩემ ჯგუფში ამ რეცეპტში ეს კონკრეტულად თქვა ჯეისონ ფლავარმა კანადელმა ერთ-ერთმა მუსიკალურმა პროდიუსერმა რომელიც უშვებს ჩემ დისკებს რა იქ და გამოუშვა მოკლედ და მთელი დიდი ამბები მოყვა იმ ალბომს ვიღაც ბიჭი წერს საიდანაც Facebook-ზე რომ ვიღაც ბიჭი კი არა ახლავე გეტყვით მოკლედ ვიღაც ბიჭი მაშინ ჯობია თქვა რომ Sony არის ესეთი ლოს-ანჯელესში ყველაზე მაგარი და გახურებული ამ ალბომების და ამ ესეთ მაღაზია ცენტრალური მაღაზია და შევდივარ და მთელ ხმაზე ისმის რომ რაღაც ქართული მუსიკაა და მივედიო ამ ტიპებთან და უთხარიო რომ ვინები არიანო ესენიო და მანახეს რომ ესეთი ტიპი არის ვიღაც მაგარი ჩვენ და იქ ვინც უკრავენ და ვინც მუშაობენ ყველაზე დახვეწილგემოვნებიან ტიპებად იცვლებიან ისინი რა ეგრე არის ყოველთვის მაღაზიებში და ასე ვიღაც ქართველი იყო ყოფილა ვიღაც ისე გამიხარდა რომ ჩემს ქვეყანაშიო თურმე ეს მუსიკაო მე არ ვიცოდიო მაგრამ იქ ვნებოდაო აი იმ პერიოდში და ესეთი მაგარი და ესეთი ნაღდიო და
ისეთი ამაყი ვიყავი ამ ყველაფრით, რომ იმ ლოს-ანჯელესში ხო მაინც ქართველი ხარ რაღაცა, გონია რომ ეს ყველაფერი ცივილიზაცია იქეთკენ არის და შენ აქედან და შეეტენო. და უცებ რო ხედავ რომ იმ ცივილიზაციაში აი ყველაზე გახურებული ტიპები ამას უსმენენ და ეს თურმე შენი ნაწილი ყოფილა და შენ ეს არ იცოდი უბრალოდ იმ 80-იან წლებში, ეს კიდე სხვანაირ განცდას აძლევს ალბათ ადამიანებს როგორც იმ ბიჭმა ახსნა. მოკლედ რა და ესეთი სიტუაცია. საბჭოთა კავშირის აი პერესტროიკის მერე აი მე მოდის ეს ეროვნული მოძრაობა და იმგრევა საბჭოთა კავშირი საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყანა ხდება, მაგრამ ეს რთული პროცესია, მარტივი პროცესი არ არის. აი თქვენს პროფესიაში რა იცვლება? აი ჯერ მაგალითად იგივე პერესტროიკა რა ასწulis, რა იგრძნობა მაგალითად მუსიკის თვალსაზრისით. რაღაც საბჭოთა კავშირმა რაღაცა შეარბილა, ეს რაში გამოიხატება? პირობითად, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ მანამდე არის რომ რაღაცა პრობლემა იყო, რაღაც საზღვარგარეთიდან მუსიკების შემოტანა, დისკების შემოტანა, რაღაცის შემოტანა და მე უკვე აი რაღაცნაირად თავდება ამ საბჭოთა კავშირის ისტორია და იწყება რაღაცა ბუნდოვანება, არეულობა, რაღაცა. აი ამ დროს რა ხდება თქვენ ცხოვრებაში? აი ეს ეტაპი როგორ გახსოვთ? ახლა საბჭოთა კავშირის დროს რა იყო, რომ არ გიღებდნენ, იყავი ანტი და ეს რაში გამოიხატებოდა? არ გიღებდნენ, ვინ არ გიღებდა? ნუ კონცერტებს ვერ აკეთებ. ფილარმონია შენს არ გეხმარება კონცერტების მოწყობაში, შენი მუსიკით შორს ვერ წახვალ, უნდა გააკეთო ანდერგრაუნდ სივრცეებში სადღაც და მოკლედ ცოტა ის იყო რა, ნუ მოკლედ დაკეტილი ქონდა ყველა გზა, რომ ამისი, მაგრამ პერესტროიკა მეც დაანგრია რაღაც დონეზე და პერესტროიკა მანახა რომ უკვე რუსეთიდან რო დაიწყეს ასეთმა ჯგუფებმა თავის ამოყოფა, უკვე აქაც რაღაც დონეზე შერბილდა ეს ურთიერთობა, მაგრამ ეს იყო მაინც აი კომკავშირის და კგბ-ში და აი ტიპების დამოკიდებულება უფრო მაინც სვეცკი იყო ჩვენდამი, ხო? და აი მე ეს რომ დამთავრდა მთლიანად და მოვიდნენ აი ვიღაც გაჩხერილში ტიპები დაუბანელი გაუპარსავი ავტომატებით და რომ ხმული და ყეფით ლაპარაკობდნენ. იქ უკვე იყო რომ ხედავდი რომ სვეცკაობა აღარ არის, ეს პროსტა მოგკლავს და მორჩა. და რამხელადი შენ მაგარი ხარ რომ აი ამ მეებში შენ შეძლო შენ თავის წინაშე და უფლის წინაშე მართალი იყო და რასაც ამბობდი ის გაახურო. და აღმოჩნდა რომ შევძელი რა. და ეს ბარემ ქუჩაზეც კითხავთ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან გამორჩეული ადამიანი ხართ, გარეგნობითაც გამორჩეული იყავით, ისე როგორც მოძრაობდით, ეპატაჟის გამოწვევის უნარის გაგაჩნიათ. ამ საზოგადოებაში ეს საშიშია და ყოველთვის საშიში იყო. აი თქვენ თუ გზნობდით ამ საფრთხეს პირობითად იმ პერიოდში და როგორი იყო ეს საფრთხე? ანუ იგივე ქუჩის დამოკიდებულება ამასთან რა იყო? რასაც აკეთებდით? სახლიდან რომ გამოდიოდი, იყო ერთი ბოძი ხის. დავკოცნიდი იმ ბოძს, იმიტომ რომ უკან დაუბრუნდებოდი თუ არა, სახლში არ მეგონა. არც ეს ადრენალინიც იყო და ეს იყო რაღაც ბრძოლა, საკუთარი თავიდან დაწყებული, დამთავრებული საზოგადოებამ და შენს გარ, რა თქმა უნდა, იმის აი სასტრაფო მანქანა რო ჩაელვის და სახანძრო აი ესეთი ვიყავი ქუჩაში რომ დავდიოდი, მიყურებდნენ და რაღაც რეაქციები ყველას ჰქონდა და ზოგს რაღაც ნუ მოკლედ რა, უყურადღებოთ არ მტოვებდნენ რა. მაგრამ მე ამას იმიტომ არ ვაკეთებდი რომ ეს რაღაც ბრძოლა იყო ჩემში, რატო უნდა გავხდე ისეთი და ისეთი რაღაცები ჩავიცვან ისეთი, რაც მე არ მევასება. ესე იგი შენ შიშარა ხარ და შენ ისეთივე ხროვის წარმომადგენლები ხარ, როგორი ხროვაც ის არის, ხო? და აქედან გამომდინარე ეს შიდა ბრძოლა და ეს პროტესტის განცდა უფრო დიდი იყო, ვიდრე რომ იქ იცი რა არის, ერთი ორჯერ ეგრე რომ ჩაიცვალდი და გაივლიდი, ხო? შენ თუ სიაფანდი იყავი, ისეთი და ქუჩა დაგხვდებოდა იქ, რომ შანსი არ არის, სულის დონეზე გაგჩერდა და კიდე ეგრე ჩაგეცვალა და გაგი არა. შენ თუ მე ამბოხე და ნაღდი ტიპი არ იყავი და თუ შენი ცხოვრების გზა არ იყო ეს. ხო, აქედან გამომდინარე, გეუბნები რომ ის იყო რომ ბოძისა და სკოსნიდი მივდიოდი და რომ მოვდიოდი მიხარ და დილას რომ გავდიოდი ისწავლე და ბრძოლა იყო, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ეს. რამდენი ჩხუბები მომიდა, რა სულ მარტო ვიყავი, რა გონია რომ ჩემს უკან ვინმე იდგა რაღაც ის ძველი ბიჭები ჩემი მტრები იყვნენ, ის პოლიცია ჩემი მტერი იყო, ის სნობები ჩემი მტერი, ყველა ჩემი მტერი იყო ჩემს ირგვლივ. ყველა ჩემი მტერი იყო, იმიტომ რომ ყველას არ ევასებოდა, რომ ზოგს არ ვევასებოდი რაღაცის გამო, ზოგს რაღაცის გამო, მაგრამ გამორჩეული ალბათ ვიყავ, იმიტომ ხო რა, ვიღაცას ხო ევასებოდი კიდეც. ხო არა, ეს რომ დავიწყე, წარმოიდგინე, უკვე 10 ფილმში ისე ვიყავი გადაღებული. რომ იმას აღარც ვფლიმე სათვალავში. ხა 10 ფილმში გადაღებული არა და თან ცნობადი ფილმები, ისეთი ფილმები არა, რომ რაღაც რომ უნდა შეახსენო ხალხს. იგივე მე მოვედი, რო თქვა, იგივე არსენა რო თქვა ფილმი, არსენას თამაშობ არსენაში, მე მოვედიში მთავარი როლის, გოდერძი ჩოხერის ორ ფილმში ვთამაშობ სიკვდილის როლს და
მეორე თეთრი ალამი არის იქაც თავარი როლი და მეოთხე იყო კიდე საქორწინო საჩუქარი, სადაც თამაშობდი ვინებთ, აი საბჭოთა კავშირის ლეგენდებთან, რომელმაც შექმნეს საბჭოთა კინო, ეს არის როლან ბიკოვი, ლეონიდ კურავლოვი, რასტოცკი, ანდრეი და აი მაგებთან ერთად ნათამაშე რა თქმა უნდა რეზო ცხონებული რეზო ესაძის დახმარებით მამაჩემს თამაშობდა და რეზომ წამიყვანა ფაქტიურად ამ ფილმში მონაწილეობის მისაღებად, ისე რომ მრავალფეროვანი ვარ და დიდი და ღრმა და ვიღაცებს უნდათ რაღაც პატარა იმაში დურმიჩი რო ჩაიხედავენ იქ მაგად მე რომ ყველას უნდა რომ გასაგებ და მე თვითონ ჩემი თავის ვერ გამიგია და ხა ვიღაც ტიპებმა რომ აღიზიანებ და ვერ მიგებენ ანუ თავის ისეთი მაგარი ტიპები გონიათ რომ უნდათ რომ რაღაც თავის ჩარჩოებში მომაქციო და რო ვერ მაქცევენ თქვენ რა გონიათ დღევანდელ თანამედროვე ახალგაზრდებთან უფრო დიდი პრობლემები მოგვს იმიტომ რომ ძველად ის გოიმები და ნორმალური ტიპები ვინც ვიყავით 5-6 და 99% გოიმი იყო ის უფსკული დიდი იყო და ისინი თავისთვის ცხოვრობდნენ და ზუსტად იცოდი ისინი იმათი პოზიცია რეაქციები და ყველაფერი და ეხლა ეს შენიღბული და გადაკეთებული და ვითომსვეცკი ტიპები ვარიან და სინამდვილეში იმაძე ვარესები არიან ხო იმიტომ რომ იმათ კიდე რაღაცა რანახი ქონდათ რა იმ საბჭოთა კავშირში ამათ არაფერი Facebook-ის მეტი არაფერი განათლება არ აქვს მიღებული პაჟისნი კაროჩე რა და აქედან გავიდა ცოტა რთული, ანუ სულ ბრძოლა არ. მე მეგონა რომ რაღაცის შემდეგ გავიდოდი პენსიაზე და აღმოჩნდა პენსიის დრო არ არის ჩემთვის არასდროს. თვითონ მაგალითად არტისტებს, სხვა არტისტებს, რომლებიც განსხვავებულს უბერავდნენ, ესე რომ ვთქვათ. იმათ რა ურთიერთობა გქონდათ თქვენთან და თქვენს აი ამ აი რო წარმოადგენთ იცით რა რომ არსებობს ერთი ალტერნატიული მუსიკა, ზოგადად ალტერნატიული ხელოვნება და ხალხი თავის აი აქეთ მხარეს არის ჩვეულებრივი საესტრადო მუსიკა პირობითად და ნუ სხვა ტიპის ისეთი კლასიკური ხელოვნება. მოდი ესეთი ზომიერი სახელწოდებით რო შემოვიფარგლოთ. ამ ხალხს აი თქვენს ჟანრთან რა დამოკიდებულება აქვს? პირადად თქვენთან კი არა, ზოგადად დამოკიდებულება ხელოვნების ერთი დარგის მეორე დარგთან ამ პერიოდში. ეს წინააღმდეგობა როგორ გითხრათ, აი რამდენად მკაფიოა? იცით არის, რაღაც დონეზე მე ხვდებოდი რომ ადამიანებისთვის ვიყავი სარკე. ისინი თავის სიმახინჯებს ჩემთან ურთიერთობაში ყოველთვის ხედავდნენ. და რა თქმა უნდა, ეხლა ეს ჩემი ცნობილი ფრაზაა და თქვენს გადაცემაში გავაჭერებ მილიონ სირს ყოველთვის ურჩევნია ერთ სირს დააბრალო სირობა, ვიდრე მილიონმა სირმა იგრძნობს რომ მართლა სირი არის და ერთი მართალი. ხვდებით ხო ისე თქმა უნდა. აი ამ კონცეფციით მოვიდოდი, რომ აი ეს მილიონი სულ მიმტკიცებდა მე რომ სირი ვარ და მე კიდე იმათ უმტკიცებდი რომ სირები იყვნენ. აი ეს იყო მთელი კონცეფცია მუსიკისაც და ყველაფრისაც. და საბოლოო ჯამში მე გავიმარჯვა, ცოცხალი ვარ და თქვენ დაგაინტერესათ ჩემს განვლით ცხოვრების ისტორიებმა და გიყვებით ამას 10 წლის შემდეგ, არა 45 წლის შემდეგ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი სადღაც თინეიჯერობის მერე დავეწყე და გავხურდა. ამ წინააღმდეგობას რაში გრძნობდით ამ ადამიანებთან? აი რასაც თქვენ ახლა ამბობთ რა ვიცი, ყველაფერში რაში არ უნდა მეგრძნო რომ მითხარით და გეტყვით. მაგალითად ადამიანი რომელიც უსმენს ჩემო მშვენიერო ლედის ეგ სხვა რაღაც მას ხომ არა აქვს ეს დამოკიდებულება ეს კაც ახლა მოდი ვაგინოთ პირიქით მე მახსოვს რომ პირველად რომ მოვისმინე რამდენჯერმე მოვისმინე და საერთოდ არ ხონია გახდა რომ ეს კაცი ახლა ხორცმეტი ამ საზოგადოების და მაგას გეტყვი რომ აი ზუსტად მაგი ალბომი რომ დაიწერა მაგან გააკეთა რეაბილიტაცია რომ ბიჭო თურმე ამას რა კარგი სიმღერების მაგი ალბომია ფორტეპიანოს ალბომი ძალიან კაეთე ჩემო ნათელო ვარსკვლავ და მაგითაც ვანახე ჩემი სიღრმე საზოგადოებას რომ აი სულ რო გაიხენ შუაში 1000 აი იმ ცხოვრებას ვერ გაივლიან რომ აი ეგეთი ალბომი შექმნან აქ იმიტომ რომ ამას მაგარი რაღაცები ჭირდება მარტო ის არა რომ მუსიკალური განათლება მაქვს და რაღაცა მაგას კიდე ბევრი სხვა რაღაც იგივე ის განცდები ჭირდება ის სწორი გადაწყვეტილებები ჭირდება რაც ახლა რომ მოусვენ აი ჩემ 7 წუთი ვზივარ და უკრავ და ხვდები რომ ეს ანგიჟია ან ძალიან მაგარი ან ვიღაცა არის ხო მაგარი მანახეთ აი მაგისთანა რო შვიდი კაცის ის ერთ ინსტრუმენტთან და ადამიანს ეგრე ახურებს და ეგრე სიღრმეში მიყავს და ხმას არ ამოიღებ აი დღეს რა გაკეთებულა დედამიწაზე დაადეთ აქეთკენ და აქეთკენ დაადეთ აეთე ჩემო ნათელო ვარსკვლავ და შეადარეთ რა და ხმას არ ამოიღებ იმიტომ რომ რახან ამ ქვეყანას ეს ქვეყანა არის ძირითადად ქართველები ვართ გადასულეთ დავგრიჯოთ გავანადგუროთ მოვსპოთ თუ მაგარი არის ვიზე მაგარია ჩემზე მაგარი და ყველას ეს ამბიცია აქვს რომ თვითონ ვიღაცა არის და ყველაზე მაღალ და წმინდა რაღაცებს ირჩევენ და აგინებენ იმიტომ რომ თავის თავს შინაარსი მიციან და თავის თავს უთხრან რომ აი მე შემილია და მე ამაზე ნაკლები კი არა ვარ და ესეთი ხორცმეტები რასაც მე ვამბობ არის ძირითადი 99 მოსახლეობა იყო არის და იქნება ამ ქვეყანაში რომ ეს ქვეყანა არის სათბური აი ესეთი ნაბოზრების რა
და სულ იქნება რა. კრიტიკული ხარ თავს. ნუ ხარ კრიტიკული არ აი წარმოიდგინეთ ახლა მე რატომ უნდა ვყვებოდა თქვენთან ამ ისტორიებს და რატო არ უნდა დაეწერა ეს ვიღაცებს ეხლა რუსეთში მაგალითად რო ჩადიხარ იქ აყოლები დააჯერნენ ბევრის გრებენში ყოს და აყოლებენ ერთი მომიყევის და არა იმიტომ რომ ამაზე იმდენი ადამიანი იმდენი პროდიუსერი მუშაობს იმდენი ვიღაცა მუშაობს ეს ყველაფერი ისე შეფუთული აქვს და ისე გემრიელად ყიდიან აქ დღემდე ბრძოლა არის ეს და ძემდე გეკითხებიან მართლა ბიჭო ეს რაღაც ბიჭკა ჩადებული და შენ უნდა მოუყო რომ იცი მე და ამ მდგომარეობაში ევასება საზოგადოებას რო ყავა რომ სულ უნდა უხსნა სულ უნდა რაღაცა კარგი come on baby მოკლედ რა დამოუკიდებელი საქართველოს რითი განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან? ვითომ პრადვინოტი ტიპები ვითომ რაღაცა განსხვავდება იმ პერიოდში დღევანდელი გადმოსახედიდან კი არა ცოტა ხანი უკან დაბრუნდეთ. აი არის 99 წელი და არის 91 ან 12 წელი. აი ეს პერიოდი თქვენს სფეროში რითი განსხვავდება? ერთი მხრივ არის აი არეულობა რაღაცა, მაგრამ მეორე მხრივ არ არის საბჭოთა კავშირი. რა დადებითი და რა უარყოფითი თვისებები გამოიწვია ამ ამბავმა? ძირითადად მთელი აი ეს ვინც იყო ნაღები ადამიანები, ვისაც უნდა გადაერჩინა ეს ქვეყანა და ვისაც ახალი გადაწყვეტილებები სწორე უნდა მიეღო და ხალხი წაეყვანა თავისკენ, მოტყდა ამ ქვეყნიდან. მე დაჟე ესეთი პონტი მქონდა რომ რაღაც 99-ში უკვე 10-ში აი 9 აპრილების შემდეგ და ეს ომები და უბედურებები რო დაიწყო ჩემს მაკაცებს და მეგობრებს ვეუბნებოდი რომ თბილისში ჩვენ ვართ უკვე ტურისტები უცხოელები რა უკვე ისეთ რაღაცას დაემსგავსა ეს ქალაქი ყველა თბილისში ჩამოვიდა ყველას რაღაცა კითხვები და პრობლემები და ზიზღი ქონდა თბილისისადმი ნუ გარეუბნი სოფლები და ასე მე თუც არაფერს არ ვამბობ მაგრამ ესე მოხდა ეს პროცესი მოხდა და რაღაც აირია ქვეყანა ხო და ხალხი გამოვიდა ვიღაც ვინც კაი ტიპები იყვნენ ვითომ იმათ ავტომატები აიღნენ დაუწყეს და უბედურებები მოხდა იგული ყველგან და აქედან გამომდინარე რა ვიცი ხა მანამდე საქართველოს რადიკალურად სხვანაირი იყო მანამდე საქართველოს იყო აი თქვენ ჩემზე კარგად იცით ხა ისეთი რომ ნახეთ თქვენი გადაცემა ისეთი ხალხი ყავთ პირდაპირ იმებს ყვებიან რაფერის ნასკებიოცვა ვიღაცას იმ დროს როცა ლაპარაკობდა და ამ დრო ეს კაი არის რომ რჩება ისტორიას ამ ხალხის ნალაპარაკები რა თქმა უნდა უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნათ ხალხს იმ ეპოქაზე ხო და ნუ იმ დროს თქვენ იცით რომ სულ სხვა დონეზე იყო საქართველოს ხო სტუდია კარგია სხვა თემა არის მაგრამ თეატრი, სპორტი, რა ყველაფერი, კულტურა, თლიანად და მეცნიერება ჯერ მარტო რამხელა მეცნიერების სახლი იყო უზარმაზ დღეს არც ვიცი სად არის მაგათი ოფისი აქვს თუ არა საერთოდ არიან მეცნიერები თუ არა ყველანი გაიხსნენ ვინც იყვნენ ხო აქ ან გარდაიცვალნენ ტრაგედიებში უფულოდ ან რაღაცები მოხდა ნუ დიდი უბედურებები მოხდა მანამდე კიდე ეს იყო ყველაფერი ამ რაღაც კრემლის დოტაციაზე და იღებდნენ და რაღაცა მოძრაობაში იყო და მე ამის შემდეგ როცა უკვე მხედრიონი და ეს რაღაც ისინი გაეზრნენ უკვე გვარდიები და გვარდიელები და ვიღაცები და უკვე ომები დაიწყო თქვენს მოგიხსენებათ რომ ქვეყანა კი არ აირია ხალხი პირველი საათის შემდეგ შიშით გარეთ ვეღარ გადიოდა ეს 90-იანი წლებია რასაც თქვენ ყვებით მაგრამ სინამდვილეში რო შევხედოთ ყველაზე მეტად ალტერნატიული მუსიკა ამ დროს ვითარდება ქვეყანაში და ამას რა განაპირობებს იქნება ეს გარემო არა იცით რა არის მანამდეც განვითარდა ეს მაგ დროს უკვე გაიხსნენ ეს ალტერნატიული მუსიკოსები და დაერხა ყველაფერს იმიტომ რომ როცა ამბიცია გაქვს შენ ისეთ ღარიბ რეალურ ქვეყანაზე როგორც აღმოჩნდა მაშინ საქართველოს შანსი არ არის რომ შენ გახურდე იქ იმიტომ რომ ამ ეს როკ მუსიკა არ არის მხატვრობა რომ ტილოს დაიდებდა დახატავდა მოჩა ეს არის უზარმაზ უძვირესი სიამოვნება სცენა განათება აპარატურა მთელი სისტემა არის ეს რომელიც ჯდება რამდენს იხდიან საქართველოში რო ჩამოიყვანონ არტისტები მილიონებს იხდიან აი ესეთი ძვირიანია და წარმოიდგინეთ ახლა ლადო ბურდული ერთი მარტო ამ ყველაფერს როგორ უნდა ისა შანსი არ არის მაგრამ მე მაინც რო ესეთი ვარ და მოკლედ გასაგებია მაინც ვაკეთებ ჩემ რაღაცებს ხო მაგრამ ასეთ ღარიბ ქვეყნებს და ასეთ პატარა მცირე ბიუჯეტიან ქვეყნებს როგორც საქართველოს არის როკ მუსიკა და შოუ ბიზნეს რაღაცები დაივიწყეთ ეს მორჩე 3 მილიონი ხალხში 3 მილიონი რომ მარტო მეტი რო ქართულ დედამიწაზე არავინ 3 მილიონი კი არა საბერძნეთში რო ვიყავი 10 თუ 12 15 მილიონია მე ხოწებოდა რუსეთზე გაგვიყვანეო იქაური ბენდები რომ აქ ჩვენს ქვეყანაშიო ფულს ვერ ვაკეთებ და იქ მინდა ჩავიდეთ აი საბერძნეთი მეუნებოდა ამას და ევროპიდან გარბიან 300 მილიონიან ამერიკაში რომ ცოტა დატრიალდნენ და მაყუთი ისოონ და 3 მილიონი ქვეყანა თავისი ენით და თავისი პლუს ალტერნატივ უკვე დარხეული გაქვს და მორჩა და წერტილი და სადაც ალტერნატიულ მუსიკას უსმენს 99% სეზიზღება და 5 და რაღაცა 0 რაღაცა უსმენს რა რის იმედი უნდა გქონდეს აი რის იმედი
მაშინ როგორ ირჩენდა თავს ხალხი? აი საბჭოთა პერიოდში გასაგებია მოსკოვის როტაცია ეს გასაგებია, მაგრამ აი 90-იანი წლებია და მუსიკოსმა ვიღაცა წავიდა, მაგრამ ვინც დარჩა, ის რას აკეთებს? ისინი გალოდნენ, გაუბედურდნენ და დაიბრიდნენ. ვინ დარჩა? აი ვინც არის ან გაუბედურებულია, ან რაღაც ხელი ჩახნეული აქვს ცხოვრებაზე, ან ვინც არიან კიდე ესეთი ტიპები, ვინც რაღაც ზონაზე მთავრობასთან ისწავლეს საერთო ენა იპოვეს რაღაცები, ტიპობები, რაღაც თავის პონჩი არის, მაგრამ მე არასდროს ერთი რაღაცა ჩემი პრიუსი ყოველთვის არის ის და იქნება რომ მე არც ერთ მთავრობასთან არ შევსვლა ძმაკაცობაში და არავის დროშები არ მიტრიალები. ისე ქონია შემოთავაზება. პოლიტიკოსების არც მექნებოდა, იმიტომ რომ რო დავდგედა ვიმღერო ჩემი სიმღერები ვერ გაიგებე რომ ეს კაცი ჩვენს წინააღმდეგ არის თუ ჩვენს ხარაზე არის ისეთი ხო ხვდებით არ არის თქმა მინდა და აქედან გამომდინარე ხო არც მქონია ხა იქ ისეთები ყავთ ტყვილად მომღერალი და ვაზელინიანი ხალხები რომ რაში ხა მეც იცია რომ ჩემთან ეგარგავა ისე რომ თავისი ტუსოვკა ყველას ხავს ხო და მოკლედ რა და ესე ვართ აი რა ტუსოვკებია მოდი თქვენი ტერმინს გამოვიყენებ 90-იან წლებში საქართველოში მე ვიცი რომ თქვენც აწყობთ ამ პერიოდში ივენთებს და ფესტივალებს მე სახლში გადაიტანეთ ერთი პერიოდი სტუმრების მიღება აი ეს ამბავი მომიყევით რატომ აი მე რო 90-იან წლებში თბილისში ვცხოვრობდე და სად უნდა გავერთო მუსიკის მოსმენა მინდა სად მაქვს ამის საშუალება პირველი ძალიან მაგარი ჭიქები იყო მადლობა ხელი არ დამეწვა ისე დავლიეც ხელი ყავა ორმაგი ჭიქები არის შიგნით ყავასყია გარედან სივრცე არის ძალიან მაგარია გასა მეორე თემა 92 წელი იყო და ჩემი მეგობარი იყო გოგო რომელმაც იქ მიხვდა რომ ამობედურებაში როგორ ხარო და ჩამიყვანა გერმანიაში და ნუ იქ ძალიან მალე ძალიან ავიკრიფე და ძალიან კარგად ვიყავი მაგრამ მე ომი რო დაიწყო და უბედურება მიხვდი რომ უნდა ჩამოვიდე აქ იმიტომ რომ არ გამოდის რა ყოველ გადაცემა შედეგებს ობლაკად გავიმეორებ როდესაც სიყვარულზე ერთგულებაზე გაგებას და ჯიგრობაზე წერ და მე უცებ მოტყდები და შენ ოჯახს და ცოლშვილს და მამას და დედას და ძმაკაცებს დატოვებ და იქეთ ემელიჟბი კარგად ვიყო არ გამოდის ვეღარ დაწერა ამ სიმღერებს და წამოვედი იქედან მოკლედ ის მთელი ამბები მოხდა გზა უბედურებები გავიარე ჩამოვედი თბილისში და გავაკეთე ფაბრიკა, იმიტომ რომ იქიდან ჩამოვიტანე, ტახელესი იყო ეგეთი გენიალური პროექტი, როგორი პროექტი, რომ დასავლეთ ბერლინი და აღმოსავლეთ ბერლინი, სადაც ესაზღვრებოდა, იქ იყო ღობე. და იმ ღობეს ის ღობე ითვლებოდა გარეუბნად ორივესთვის. როცა მოანგრიეს, აღმოჩნდა ის ცენტრი და იქ ძველად გიტლერის დროს დატოვებული ქარხნები რაც იყო, იქ შევიდნენ არტისტები და გააკეთეს ინსტალაციები ამ ნაგვებისაგან, რაღაცისაგან და მაგარი რაღაცეები გამოუვიდათ რა. და იქ ამ ტახელეში დაუკარი კიდევაც მე და გავიცანი ქავრი ადამიანები შევეცადე ეგეთივე გამეკეთები და ჩემს ქვეყანაში და რო ჩამოვედი წარმოვიდგინეთ ხა ბერლინი და დასავლეთ ბერლინი და გერმანია გაერთიანებული და თბილისი პირველ საათზე ხალხი რო იმალება რომ არ მოკლან ქუჩაში და გავაკეთე აი ფაბრიკა ფილმი დევს შეგიძლიათ ნახოთ ვინები მოვიდნენ რა ხალხი გაზარდა ამ ფაბრიკამ და მე ამ ხალხმა კიდე შექმნეს ის ახალი დაბადება საქართველოსი აი ფაბრიკაში დაიბადა ის კულტურული საქართველო და ის ახალი საქართველო შეგიძლიათ ნახოთ აქ რა ხდებოდა ანუ აი ეს ბავშვები რომლებსაც კითხვები ჰქონდათ რომლებიც გაიზარდნენ აი ამ რაღაც წარმატებულ საქართველოში და უცებ ეს უბედურება მოხდა ეს ხო უზარმაზარი სტრესი და შოკი იყო ქვეყნისთვის და ბავშვები გამოდიან და ეძებენ რომ აი სად წავიდნენ რა ახალგაზრდები ხო წარმოიდგინეთ განადგურებული დაანგრეული ქვეყანა დარჩათ უცებ მშობლები რა დღეში მაგათი ხო საჭმელი არ არის განათება არ არის ფული არ არის ტანსაცმელი არ არის სითბო არ არის არაფერი არ არის რა და ბავშვები ესენი გარეთ გამოსულები ვინც იყვნენ და ვინც რაღაცა აი ესეთი ადამიანები მოვიდნენ ფაბრიკაში ჩემთან აბრეშუმის ფაბრიკა ავიღე ჩავიტანე ჩემი იდეა იქა და განვახორციელე აი უნდა ნახოთ რა ვიცი აი ფილმი არის შეგიძლიათ ნახოთ და მიხვდებით ყველაფერს ნუ თუ ყველაფერს ხო და მე რატო გადავიტანე სახში ეს ისტორია მაგას ახლა ვიგეთქვით მე რო დაიწყეს უკვე ამ პიჯაკ მოხურულიანმა და არყისტითებში ჩადებულმა ტიპებმა რომ მუსიკა და სათვალები რეიბანი ჩამოწეული რეიბანის ну რა თქმა უნდა ჩინურით რაღაც ვერსია ნახდი წვირიღებს მუსიკალნი ბარდელი ძმაო სადარიო და იქ რო რაღაც ვიღაცები დაიჭრა კიდე და იქ რო ჩხუბები მოხდა და იქ რო დახოცეს უკვე რო ვიგრძენ რომ ჩემ პასუხისმგებლობის ქვეშ არის რომ ამ ბავშვებს რამე რო დაემართოს მე ვაგებ პასუხს
თელ ამ ბავშვს მოვკიდა ხელი და უთხრა რომ ძმებო აქ აღარ გამოდის და დებო ურთიერთობა წავედით ჩემს სახლში. გადავიდან ეს ყველაფერი ჩემს სახლში, რასაც ჩემი პირველი ოჯახი შეეწირა, მაგრამ ტუსოკა შედგა და მოხდა ესეთი რაღაცა, რომ გაანათა ცივილიზაციის შუქურამ და ჩემი სახლი ვაქციეს სენად. აი ამ არტისტებისთვის. ხალხი მაყურებელი ვინ იყო? იგივე ახლობლები, ვისაც მოთხოვნა ქონდა ამ ყველაფერზე და ტელევიზიები, იმიტომ არაფერი არ ხდებოდა. არაფერი არსად არ ხდებოდა ერთადერთი აი ეს ადგილი სადაც თანამედროვე მოდა გინდათ მუსიკა გინდათ ნუ მხატვრობას ცოტა ისე შორტ მაგრამ რამოდენიმე მაგათ პერფორმენსების მქონდა სახში აი ამ ჩემს სახში ეწყობოდა თითქმის კვირაში ერთხელ ყველაზე ზუსტად ის ტელევიზიების თორემ ისე ყოველთვის ტელევიზიები მოდიოდნენ გადასაღებად თუ ტელევიზიაში თუ გადაცემა ქონდათ მახსოვს ტელევიზიაში მე აი კიდე ცალკე ისტორია მრავალმხრივი ვარ. მოკლედ ტელევიზიები მოდიოდნენ იმისთვის რომ გადაეღოთ ხდებოდა რომ მარტო უბედურებას აჩვენებდნენ ტელევიზიაზე მარტო ჩემს სახლიდან გადიოდა სასიამოვნო ინფორმაცია რომ ვიღაცა კულტურა და რაღაცა ხალხი უცნაური და რაღაცები ხდება სადღაც. ხვდებით ხო ისე თქმა მინდა. და მოკლედ აი ესეთი სცენა შეიქმნა ძალიან პატარა, ძალიან ლამაზი და ლადოსკიდობანი დავარქვი ამას 13-14 წლებში როცა ფაბრიკიდან გადმოვიტანე სახში და გავახურეთ აი ყველაფერი და აი იქ მოხდა ყველაფერი და იქ შედგა ის რაღაცა რომ იმ ადამიანებმა მე შექმნეს და გახურდნენ და წავიდა. აი ეს იყო ანდერგრაუნდი და ნამდვილი ვესტური ქართულ დასავლეთური მენტალიტეტის შექმნა ახალი. ეს ლაივ პერფორმანსები იყო რომლის ჩანაწერებიც არსებობს, არ არსებობს, აი დღევანდელმა ადამიანმა რა შეიძლება გარდა თქვენი მონაყოლისა გაიგოს ამის შესახებ. ძალიან კაი კითხვა და როგორი მომზადებული ხვდებით თქვენ აზე არა ხართ. ყველაფერი ვიდეოს YouTube-ზე. აი ეს რომ დასკროლავთ, даже კიდე ცოტა სხვები. მე იქ იმდენ რაღაცებს ნახავ ჩემი YouTube არხზე. ისეთ ისტორიებს და ისეთ ჯგუფებს. აი მთელი ეს ყველაფერი მე ფილმებად ვაკეთებ, ავტობიოგრაფიული პატარა სერიალები მაქვს და აი იქ იდება ეს ყველაფერი და დადებულია YouTube არხზე შეგიძლიათ შეხვიდეთ ყველაფერი დეტალებში ყველაფერი რასაც ვლაპარაკობ 10 იმდენჯერ იქ მეც ნახავთ. სხვა რა ხდება თქვენ სახლში და თქვენ სირგლივ მიმდინარე მოვლენების გარდა იმ პერიოდის ქართულ კულტურაში რა ხდება თქვენი კონკურენტები ვინ არიან მოდი ესე შევხედოთ რომელთანაც ჯიბრში ხარისხი იზრდება და ხალხისთვის მომგებიანია აი ზუსტად მაგ თემაზე ეგეც კარგი კითხვა არის გეტყობათ რომ პროფესიონალი ხართ თუ გაგ ისეთი ხალხი ყავდათ ჩამოყალიბებული კითხვებით ოკეი ვაგრძელებთ რეცეპტი რო შევქმენი, მოდით აქედან გავაგრძელოთ ისე ხო, იმიტომ რომ ეს რეცეპტი იყო ყველაფრის სათავე. ეს რო შევქმენი და ეს რო გახურდა ეს ჯგუფი, მივხვდი რომ ჩვენ უნდა გამოვიტანოთ ეს და ტელევიზიაში მივიტანოთ. ფილარმონია, ტელევიზია, ამას ხო რეალურად ხალხმა უნდა ხალხის მოთხოვნიდან გამომდინარე. იმ რუსეთში პერესტროიკა რომ მოხდა, ის ხალხის მოთხოვნა იყო და აქ ყველა ჯიგრულად ცხოვრობდა, საკაიფო ვისად უნდა ორი თავი ვის აქვს, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ მე და ქიშომ ჩემი ძმა, რომ მოდი ტელევიზიაში ბიჭო მივიტანოთ და ეს ინფორმაცია შევიდეს სამსისულელებს რო ანახებენ ამ ტელევიზიაში, ცოტა რაღაც სხვა არჩევანი საშუალება რომ გაიზარდოს ადამიანებისთვის, ხო? და მოკლედ ესე მივიტანეთ ბიომეტიკ ჩავატარეთ რაღაცები და ბოლოში გიორგი აიბრალიძემ ხვდება რომ მოდი ამათ თავი დაანებე უკვე გაგიჟებული ვიჩხუბეთი გრამოდენი ტელევიზიაში ჩხუბეთ? ხო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მიხვედით და გაუშვით ჩემი არა, გაუშვით არა, იქ მთელი ამბები იყო იქ. სცენარი უნდა დაგეწერა, ეს სცენარი უნდა ჩაეშოთ, კომისიას უნდა გადახო, გახსოვთ როგორი დროც იყო. ეს არის 80-იანი წლების აი პერესტროიკამდელი, პერესტროიკის პერიოდი საქართველოში. და ნუ მოკლედ იქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ წინა გადაცემაში ვლაპარაკე, მაგრამ ჩემი ისტორია ახალს ვერ გამოვიყურებ. დააყენა კადრი ბოლოში მომწა საშუალება რომ გამეკეთებინა გადაცემა და დააყენა ტიპმა კადრი და ხა ისეთ ვიზუალზე ვიყავდა, ესეთ პონჩი ვიყავ რომ შენო გაუთხდა რა, ხა ჩემი კამერაში ყურება და ძმაო რო ვილაპარაკებო, დამიძახეო და გამოვთავ და წავიდა და ეს კადრი ასე ნელ-ნელა ჩადის და ბოლოში ჩემ ფეხებზე გაჭირდა თამასიხებდა სულ. ხვდებით ხო ის თქმა, აი
ასე დამოკიდებულება იყო, რა თქმა უნდა, ხა იქ ყველაფერი. გიორგი მითხრა რომ დაანებიო ამათო თავიო, მე ვაკეთებ ახლა ახლა აი ზუსტად აი პროგრამა გადიოდა და რაღაცები რუსეთზე, მაგის ანალოგსო მეორე არს ნეტო აქო და წამოდიო ჩვენთან და გახურდი. წარმოვიდგინეთ ხა 90 წელია და მეორე არხი გაიხსნა და უცებ აი ამ რაღაც საბჭოთა ესტრადა და აი ამ რაღაც ჭადრაკის სასახლეზე თან იღებდა ყველა რატომღაც იმებს კლიპებს ჭადრაკის სახლში სახურავს. და რაღაცა ხედებს რიყედა და უცებ ამის ფონზე გაუშვი ბაუჰაუსი და სტრენგლერსები და სმიცები და კიუები და აი აფეთქდა ტელევიზორი რომ ვერ გაიგეს უცებ ეს სიახლე ეს ინფორმაცია წამოვიდა ჩვენი რაღაცები გაუშვით და აი ყველაზე წაგებული დამარცხებული აი აბსოლუტურად განხილვაში რო არისო არანაირ დღის წესრიგში ქართული ალტერნატივა აი ეს გავაცოცხლე მე ვიყვან ეს არტისტები გამოვიყვან და აი დღემდე თუ ამ კიდე სატრაბახო აქვს ვიღაცას არის სწორედ აი მეორე არხზე ამ ალტერნატიული ჩემს მიერ გაშვებული მუსიკის შედეგი რომელსაც ეს ალტერნატივა და ეს ტიპები აქცია დღევანდელ გმირებად რაც დღეს არიან მიუღებელი იყო საქართველოსთვის ქართული ენაზე ასეთი როკი და რაღაცები და ეს ტრანი ტიპებთან დამოკიდებული მან არ განიხილებოდა და უკვე ტელევიზიით რო ნახეს ეს ჯგუფები ბევრი ჯგუფები გამოვიდნენ აი უკვე მიხვდნენ რომ ეს უკვე ტელევიზიამ რახან ანახა, ესე იგი მოსულა დაშვებულია და უკვე სხვა დამოკიდებულებად შეიცვალა. მე ამ ტელევიზიის შემდეგ იყო ფაბრიკა, რომ უკვე ეს ხალხი რომ მირეკავდნენ, მოდიოდნენ, მეც რო ჩამოვედი ამ გერმანიიდან, უკვე იქან მე ჩემს სახში ხალხი აღარ დაეტია, უკვე დავიწყე ყველაფერი ერთმანეთზე ასე ჯაჭვით გადაბმული ლოგიკურად. მე ჩემს სახში ხალხი არ დაეტია, მოდი ფესტივალები გავაკეთო და გარეთ გავიტანო და აი ასეთი დინამიკით მოდივარ დღემდე. იცით რა მაინტერესებს იმ დროს სად არის ხმის ჩასაწერი ადგილები სად უშვებთ სიმღერებს როგორი წერება აი თვითონ ეს ტექნიკა რომ საბჭოთა პერიოდია არ არის განსხვავებულია ინფრასტრუქტურა დარწმუნებული ვარ მithmetes ალტერნატიული მუსიკოსებისთვის ანუ ხალხისთვის რომელიც პირობითად საესტრადო სფეროში არ არის ეგ როგორ ხდება მაგის დამენეჯმენტება სტუდიების რა მუშაობს ამ პერიოდში ხმის ჩამწერი თბილისში და ზოგადად მე ვიცი რომ თქვენ კანადაშიც გამოსცემთ იმას და რამდენად შესაძლებელია საბჭოთა საქართველოში მუსიკის ხარისხიანად ჩაწერა გეტყვით და როდის იზრდება ეს ხარისხი როდიდან ხდება შესაძლებელი რომ რამე ჩაწერო აქ საქართველოს ქონდა ანტიკვარული ამიერკავკასიაში 3 თუ 2 სტუდია იყო ეგეთი აშენებული მთელ საბჭოთა კავშირში ერქვა მელოდია იყო ესეთი სტუდია. ნუ უნიკალური სტუდია იყო. თავისი ხით, თავისი აპარატურით, თავისი აკუსტიკით ყველაფრით. და რატომღაც დაანგრეზა რაღაც სახლი ააშენეს იქ, არ ვიცი. ნუ ამას გიჟების გარდა ვერავინ ვერ იზავდა და ეს გააკეთეს აქ. აი ზუსტად იგივე რაც დღეს არის ძველ კინო ახალ კინოსტუდიაში რო არის ხის სახლი სტუდია ლენო რეკორდსი რო არის გვაჯი აი ზუსტად ეგეთი ოღონდ უფრო მეტი ოთახებით იყო რა ეს იყო მარტო კინოსტუდიის ხმის ჩამწერის სტუდია წარმოიდგინეთ იქ ოფიციალური ამიერკავკასიაში ერთადერთი მელოდია იყო ანტიკვარული ხეები და იმებით აი წარმოიდგინეთ ნამდვილი კედარიო თუ რაღაცა აიმეები დაყენებული რუსული რაღაცები მოკლედ ძალიან მაგარი სტუდია იყო რა თავისი ამერიკული ნოიმანის მიკროფონი ძალიან მაგარი და ნუ ეს აღარ არის ასეთი გოგონა იყო დარეჯან გულიაშვილი ცხონებული გარდაიცვალა ეგეც და ბიჭი კოსპისოვმა მითხა რომ ჩემი ძმაკა ტაქსის დრამერი რომ ლადიკო ესეთი მასტიავდა შენო რაღაც ამ მოძრაობებს რო აწვევიო აი იქნებ ეს დაგეხმაროსო და რადიოში რაღაც გადაცემას აკეთებსო როკის მოკიო და თუ რაღაც და დარეჯელი პატარა გოგო მოვიდა დიდი საყურებით და რაღაცა უხსნედი რომ აი ეს არის ჯაზი ეს არის პოპი ეს არის როკი რაღაცებს ის იწერდა რაღაცებს აკეთებდა მოდიო რა ერთად გავაკეთოთ თუ გადაცემა მე ვთხარი ხა მე როკ მუსიკოსი ვარ და რა ვიცი მაშინ არ იყო რა მიღებული ესეთ პონჩი რომ ეს კიდე ოქროს ბიბილომდე იყო რომ მე ვთქვი მოდი მეთქი იცი რა ჩვენ ყავს ვიღაცები და სერი გვარჯელაძე გავუშვი რომ მეთქი აი ამასთან ერთად გააკეთე მეთქი ეს როკის მოკი და გააკეთეს მე და ეს როკის მოკი დამაც რაღაცა თავისი ფუნქცია იმდროინდელ საქართველოში შეასრულა. კიდე კითხეთ კონკურენტებზე და კოლეგებზე რომელიც ერთმანეთთან შეიძლება დაპირისპირებაც აქვთ შემოქმედებითი მაგრამ ერთმანეთს ეხმარებიან. აი იმ პერიოდში ვინ არის ის რომელსაც თქვენ რაღაცნაირად კონკურენტად განიხილავთ იმ პერიოდში იმიტომ რომ ნუ ერთ იგივე საქმეს ვაკეთებთ ჟღერის იმის კონცერტზე ასეთი ხალხი დადის ამის კონცერტზე ასეთი ხალხი დადის და თვითონ აი ეს კონკურენცია მინდა მაჩვენოთ თუ არსებობს ამ პერიოდის მუსიკოსებში მე დადა ქიშო ვიყავით ამ პერიოდში და სამივე ვიყავით ნუ კი რაღაცები იყო ჩვენ შორის მაგრამ ისეთი რაღაც კონკურენცია რო რაღაც როგორც
ბიტლსებმა როლინგ სტონს თუ როლინგ სტონმა ბიტლსებს კაბელები გადაუჭრა კონცერტის და ეგეთი რაღაცები არ ყოფილა. ნუ რა თქმა უნდა ის სხვა მუსიკა ქიშო უკრავდა, უფრო ბარდი იყო ქიშო, ბარდისა ესეთი შანსონია სტილში უკრავდა, დადა უფრო უკრავდა ვალნას, ესე ცოტა ელექტრონული იმითი და მე უკრავდი ალტერნატიულ მუსიკას. სხვადასხვა რაღაცა იყო და ეს შეიძლება ჩაითვალოს ჩვენ საერთოდ შეხების წერტილები მარტო ის ქონდა რომ მაგაცები ვიყავით ერთმანეთს რაღაცებით ვეხმარებოდით და აი ეს კონკურენცია ესეთი ღრმა და დიდი ჩვენ არ ქონია. ეს მერე რო ყველა წავიდა და შეიძლება თქვენ ალბათ სხვა რაღაცის კითხვა გინდათ, იმიტომ რომ იმ პერიოდში როცა ჩვენ ამას ვაკეთებდით 80-იან წლებში კონკურენცია ნოლი იყო, იმიტომ რომ ერთი ინგლისელი ბიჭი იყო და იმანაც მითხარო რა მაგარი არა რომ კონკურენტო ხარო და ეხლა უნდა გახურდე და ეხლა უნდა გაახურო შენი მუსიკა, საერთოდ არ ეყავს ამ სფეროში კონკურენტი. აი ესეთი სიტუაცია იყო. ეგ კონკურენტი რო არ ყავს ხო პრობლემა იმ გაგებით რომ ხალხმა არც ანუ შენ ისეთ რაღაცაში მიაბიჯებს რაც საერთოდ გაუკვალავია. კი, აი ზუსტი სიტყვები თქვით და მე პირველი კიდე რომელი ჯობია კონკურენტი რო არ მყავდა თუ საერთოდ ეს მუსიკა არ შექმნილიყო. მაშინ უნდა გავშერებულიყავი და არ უნდა გამეკეთებინა. დღეს საქართველოს როცა მიდიან და მარიაჟობენ ალტერნატიული მუსიკით მარიაჟობენ. აბეხემას არავინ არ ჩართავს რაღაცებს, რასაც აკუსმენენ, ხო ხალხი? და ვითით მარიაჟობენ უცხოელებთან. სადღაც მე რა უცხოელებთანაც არ მოვისმინე ყველანი ჩემით რეცეპტით და ამ რაღაც დაკრული ეხლა აი ეს კანადელი რო თქვი თქვენ იმან დატოვა სადღაც 100 დისკი დამიტოვა რა CD-ზე ჩაწერილი და მივიტანე გასაყიდად თეატრალური ინსტიტუტის გვერდზე იყო რაღაც პატარა მაღაზია და დავადე 50 ლარი ამას გიყვებით 2007 წელი 50 ლარად გაყიდეს ნუ რაღაც მე მაძლევდი ერთ თოში ყველა გაყიდული იყო და მივედავთ არ ქართულებმა იყიდეს მეთქი არ გამაგიჟო ამ ფასად იმიტომ რომ იქ რაღაც ცნობადი ძალიან მაგარი ნუ საქართველოს ის მაგარი ტიპები 15 ლარი და 10 და 20 ლიტა და უცებ 50 და სულ უცხოელები ყიდულობდნენ შემოდიოდნენ რამე ქართული რაღაც ალტერნატიული პანკი რაღაცა და ვაზრობდნენ იმ გახარებულები მირბოდნენ რა ად გაიყიდა 100 დისკი გაიყიდა ერთ თვეში რა იცით რა მაინტერესებს, აი 10 წლეულების მიხედვით, აი რო წარმოვიდგინოთ 70-იანი, 80-იანი, 90-იანი, 2000-იანი, რა იცვლება ალტერნატიულ მუსიკაში? აი ზოგადად რა იცვლება ქართულ ალტერნატიულ მუსიკაში? რითი განსხვავდება მაგალითად აი 80-იანი წლების ალტერნატიული მუსიკა 90-იანი წლებისგან, შემდეგ 90-იანი 2000-იანისგან, აი დრო რას უშვება ამ პერიოდში იმ მუსიკას, რასაც თქვენ აკეთებთ? იცით რა არის? ქართულ რეალობაში ხო ეს როგორი რაღაცა არის იცით რა ხა რაც არ უნდა ეს ალტერნატივა შეიძლება თემები შეიცვალოს რაღაცა პოლიტიკურად თუ რაღაც მორალურად რაღაცები შეცვალო მაგრამ აი როგორც ახლა ვენის კლასიკური მუსიკა არის ხო და ყველამ იცის რა აი ვენის კლასიკური მუსიკა ესეთი არის ის ისეთი არის აი ესეთივე ეს ალტერნატივა ხა დიდი ცვლილებები შეიძლება დაამატო რაღაცები ელექტრონული გახადო მაგრამ კონცეფცია ალტერნატივის არის რომ ალტერნატიული უნდა იყოს და უნდა პოლიტიკურ მოვლენებს რა გავლენა ქონდა თქვენს მუსიკაზე იმ პერიოდში რაც ხდებოდა საგიჟეთში ამ ეს იყო პროტესტი იყო ეს თლიანი რეცეპტი არის ხა მე კონკრეტულად პოლიტიკოსების სახელებს და ვიღაცებს არ ვასახელებ მაგრამ ეს ხო პროტესტი მოусმენ მუსიკას ხვდები რომ ტკივილია და პროტესტია და ნაღდი არის და მოკლედ გლობალურად მღერი ვარ მე არ მღერი ვარ ის არის რაღაცა ვიწრო იმითი რა ქვია ხედვით რომ აი რაღაც ეს მეწყინა და ეს მეტკინა და რაღაც მიტინგი მოხდა და ამ მიტინგზე ხდებოდა ძალიან მაგარი რაღაცები ზოგადად გამსახურდია დრო არის და მიტინგი მეკითხავთ სოლაკში რა და მიტინგი მიდის რაღაცა ეს რომ გავვლიდი ჩემ მეგობრებთან ერთად მიტინგი ჩერდებოდა აი ესე გაგვაყოლებდნენ და მე ისე გრძელდებოდა ანუ ისეთი განსხვავებულები ვიყავით აი იმ რეალობაში იმ რეალობასთან შედარებით არ დადიოდით მიტინგებზე ერთ დროს აი ერთი რაღაცა მაქვს ამ მიტინგებზე ვერ დავდივარ სამი რაღაცის არ მჯერავს პანაშვიდების ქორწილების და მიტინგების რატომღაც იღმაში აი ესეთი სიტუაცია ვარდების რევოლუცია რას სვლის აი ზუსტად აი შევარდნაძის ეპოქის დამთავრებამ რა შეცვალა აი ზუსტად ვარდების რევოლუციაზე ჩემშვენელი ლედიზე რო შემეკითხეთ აი ვარდების მიტანა საქართველოს ქართლის დედასთან ხო იყო და მე მოხდა ვარდებს და ამას რაღაც დონეზე რაღაც
მისტიკური დატვირთვით რომ ამ კლიპმაც რაღაც დონეზე ამ ვარდების რევოლუციის სიმბოლურად რაღაც დონეზე ითამაშებს რომ ვარდების რევოლუცია დაარქვეს მაგას და იმ კლიპშიც მე ვარდი მიმოხსა ქართლის დედასთან ხო ვარდების რევოლუციამდეა გამოსული ხო და მაგას გეუბნები და ჩემი კლიპი მანამდე არის გამოსული და რაღაც შავთვალე რომ წინამორბედი იყო საქართველოს ხო იმიტომ რომ ეხლა ხო ნუ ამ კლიპმა ბევრი ადამიანს იმედი დაუბრუნეს რომ დაინახეს რაღაც ხა მე იქ ვიზუალურად სხვანაირ რაღაც დაიჯერეს რომ მომავალის და სინათლის და რაღაცას მეუნებიან მე რომ ხვდებიან რომ ამ კლიპმა ჩვენ დაგვიბრუნა წვენა რომ საქართველოს გადარჩებოდა და რაღაცა ნუ რაღაცეები არ ვიცი აი ეს მოხდა ამ კლიპმა მოიტანა ეს მშვენიერო ლაიდი საღამო მშვიდობისა მე მჯეროდა შენი რომ შენ სიმართლეშიც ხარ შენ ხარ იმაზე მეტი ვიდრე ფიქრები მიყვებოდა ამას შენ ხარ უფრო კბილი ვიდრე სურვილებში გახებოდი შენ და ეპატაჟური არ ყოფილა საზოგადოებისთვის ეს კლიპი პირობითად? ეგ სიტყვა არ ვიცი რა არის ეპატაჟური რაღაც აი გამაღიზიანებელი, იმიტომ რომ მაინც ქართლის დედა საქართველოს აქ ყველაფერი ყველას აღიზიანებს. უნდა ივარჯიშო და არაფერი აღარ გააღიზიანებთ. დილას უნდა ერბინო და სულ კაი ხასიათზე იქნებიან არ დარბიან სვავენ პახმელიაზე არიან არაფერი არ მოწონდა რა თქმა უნდა ხა მაგათ საკო-სარკეში რო იქნებიან თავისთავი აღიზიანებ და კლიპი არ გააღიზიანებ და ამიტომ ჩემს მუსიკას ჭირდება ჯანმრთელი ბედნიერი ხალხი და მეც თვითონაც ეგეთი ვარ ჯანმრთელი ბედნიერი ნარკოტიკების ცხოვრებაში არ მიღია ნუ რა 1-2 მოსაწევი რაღაც ისეც რაღაც პატარა პერიოდი დაუგზალე მე სიგარეტს არ ვეწევი და რავი სულ ვარჯიშობ და ნუ ალკოგოლისადმი მიდრეკილება უფრო რო დავრჩი ამ ქვეყანაში და რომ მივხვდი რაღაც სისტემაში უნდა ჩავჯდე რომ ადამიანებმა უფრო გამიგონ არჩევანი იყო წამალი მოსაწევი სასმელი დავრჩი სასმელი ეს იყო 36 არ დამიჯერეთ 36 წლის ვიყავის მარო დავიწყე მანამდე სუფხიზელი იყავი სულ ანუ ეს ყველაფერი მუსიკას სადაც ქმნით ფხიზელი სუფხიზელი და ნავარჯიშები და სულ მაგპონძე ვიყავ დღევანდელი გადმოსახედიდან რას გააკეთებდით განსხვავებულად არაფერს იმიტომ რომ რაც გაკეთდა ყველაფერი ღვთისნება არის და რაც გამაკეთებინა უფალმა ეს იყო საჭირო ამ ქვეყნისთვის იმ კონკრეტულ იმასაც ხვდები რატომაც დავბრუნდი იმასაც ხვდები რომ მე რო არ დავბრუნებულიყავი აი ეს პროცესები მე რაც მოყვა იმ ფაბრიკას იმ ჩემ სახლს იმ ჩემ ფესტივალებს არაფერი არ მოყვებოდა უამრავი ადამიანი და დიდი სახელი დღეს საქართველოს არ ექნებოდა არ მინდა ხეს დავიწყო ამაზე ლაპარაკი მაგრამ ან იქნებოდა სხვა სახელი ერქმებოდა იმიტომ რომ ჩემს სცენაზე იმათი ფუნქცია სულ სხვანაირი იყო და სხვანაირად გაანათეს იმ ხალხმა აბსოლუტურად იმიტომ რომ ჩემი დახმარები და ჩემი წარმოიდგინეთ ახლა გეტყვი რა 2000 წელი მარტო ეს თქვა და საქართველოს გაუბედურებული გაპარტახებული მოგიხსენებათ შუქი არა გაზი არა ფული ნუ ფული იყო აი ხალხი ერთმანეთს ანახებდა რომ აი ფული როგორი არის სიმბოლურად მაგრამ ხო ეგეთი დრო იყო არ ქონდა ხალხს ფული ხო და უბედურება იყო და სიტუაცია ესეთი არის რომ ყველაზე პრადვინუტი ტიპები და ყველაზე აი ესეთი ადამიანები საქართველოში ნატრულობენ რომ აი ბაქოში გამოვიდნენ და ბაქო გახდა უცებ მექა რა რაღაც კულტურის ეს პოპ მომღერლები ფეშენის ტიპები რაღაც აი იქეთკენ წადი იმიტომ რომ სტამბული იქ თავისი ვერ გაკაჩეს მოსკოვში უკვე გზადაგეტილი იყო და იქაც რაღაც დონის ვინც დარჩა და მიაღწია რაღაცას ისინი აქედან კონექშენი დასრულებული და ჩამომყავს ამ დროს ფეშენ ტივის MCM-ის მეცოსი და აი მაგაცი და შემქმნელი ფრანსუა წილე და ესე პირდაპირ აი ყველაზე ტორტის მარწყვი ჩამოუტანე საქართველოს არავინ არ დამხმარებია ამ იმაში ჩამოუყვანე პირდაპირ და საქართველოს მოდა და მუსიკას ცოტა გაუჭირდა იმიტომ რომ რაღაც კლიპები ვერ შეესატყვისებოდნენ მოდა ეგრევე ფეშენ ტივიზე დაждდა
ეგრევე იმ წამს ვედავაჭინე. რას მოდა fashion TV-ზე დაიწყო? ნუ აი ეს არტისტები ვინც იყვნენ იღებდნენ იმ რაღაც თავისებს და fashion TV აშუქებდა ამას. ის კაცი რომ ჩამოიყვანა ეს მთელი მასალები რაღაც დაახლოვდნენ და მე fashion TV კაფე გახსნა სოფოჭკონი ამ რუსთავზე არ ვიცი გახსოვთ ეს თუ არა. ეს სულ აი მოძრაობა. ხო, აი ხო, ეს სულ აი მოძრაობიდან მოხდა და აი ჩემი უშუალო ურთიერთობებიდან გამომდინარე, თორემ 1000 წელი იქ ვერ მოხდებოდა ნეგენი ვერასდროს. მე დღესდღეობით ვზადებოდი გადაცემისთვის ერთ-ერთმა ჩემმა ყოფილმა სტუმარმა და თქვენმა კარგმა ნაცნობმა მითხრა მათი რა დაგაინტერესებდათ მეთქი ლადოსგან მეთქი მითხრა რომ ზოგადად სულ პრობლემა არისო ლადოს სიმღერების კარგ ხარისხში შოვნაო იმიტომ რომ ან თვითონ არ გამოსცემსო ანოს თვითონ ინახავსო და კითხვა დამაბარა რომ როდის ექნებაო საშუალება ქართველ მაყურებელს რომ მოისმინოს კარგ ხარისხში ის რაც მე დარწმუნებული ვარ სახში აქ ლადოს და სხვას არაჩვენებს. აი ესეთი უცნაური შეკითხვა. აი ხომ მე გეტყვით ჩემ დამოკიდებ ხო მართალია, იმიტომ რომ სულ მინდა რომ მე პერფექციონისტი ვარ და მინდა რომ ყველაფერი იყოს იდეალურად, გენიალურად და ეს იდეალურად და გენიალურად ვერასდროს ვერ იწერება და მოკლედ აუცილებლად წელს ნუ სულ ვაძლევ ამ პირობებს, მაგრამ ნუ უკვე ასაკშიც ვარ შესული და რაღაცები უნდა ვწერ, მართლა ვწერ და მართლა ვაკეთებ და იმედი მაქვს რომ იქეთა წელს რამოდენიმე ალბომი და რამოდენიმე რაღაცა უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ მე თვითონ მორალურად ვერ ვაბიჯებ იმას, რომ მგონია რაღაც აკლია და უკვე დამუშავება უნდა უფრო და ეს ჩემი პრობლემები არის. ხო. და ერთ ძალიან საინტერესო ისტორია უნდა გავიხსენო, რომ Facebook-ი ახალი შემოსულია და რაღაც ჩემი სიმღერა დავდე და დავაზიარე რა და ვიღაცამ ეს რომ შენ რომ მაგარი ტიპი იყო ეს აი რა იდიოტებში ვცხოვრობ რომ დი და აი ხო არაფერი მაგრამ წერს რომ შენ რომ მაგარი ტიპი იყო ამ სიმღერას რატო დააზიარებდო და აი ხვდებით აქ რატო რატო ჩემს გვერდზე რომ დავაზიარე დავაშიარე ჩემი სიმღერა ვიღაც ქალბატონი წერს რომ ისავა შენ რომ მაგარი მუსიკოსი იყო ამას არ გააკეთებდიო და აი ასეთ ცირებში ვცხოვრობდი რა და ეს მე რაღაცა ვითომ არა მაგრამ გეხება რა რომ აი просто არაფრის ღირსნი არ არიან და არც მინდა ხა იცი რა რომ გამოგაქვს ეს და რომ აი რაღაცა არ მინდა ხა ცუდი სიტყვები თქვა და ძალიან როლში შევიდე მაგრამ რაღაცა უფრთხილდები რა მეწოდება ჩემი სიმღერა აი საჯიჯგნა დაამათი რა და მე როგორ გაიგო და აი ერთი ორი სიმღერა სამი სიმღერა ეს განსაკუთრებით მომწონს მე აი ეს შემონათლო ვარსკვლავი არის შედევრი უბრალოდ მაგაზე მაგარი სიმღერა ვისაც მოგისმენდეთ მომიტანეთ დამიდეთ და მე პირველი კრიტიკოსი მე რატო ვარ მაგარი იცით რომ ჩემზე მაგარი კრიტიკოსი საკუთარ თავს არავინ არ ყავს იმიტომ რომ შენ თუ არ გაქვს ეს შიდა ის რაღაც საკუთარ თავთან კონფლიქტი და შენ მინუსებს თუ ვერ ხვდები ხო ვერ განვითარდები რა შენ თუ მაგარი ტიპი ხარ და თუ ყველაფერი იცი მაშინ დასრულებული განვითარებული ყოფილიყარ და მეთი აღარც გინდა განვითარება უკვე იცი ყველაფერი ხო მე სულ ეს კონფლიქტი მაქვს საკუთარ თავთან და აქედან გამომდინარე ყოველთვის მაგარ რაღაცებს ვაკეთებ მგონია მე ასე რაც არ უნდა შორს ვიღო მე შენგან და რაც არ უნდა უცხო მერქვა სახელი აენთე ჩემო ნათელო ვარსკვლავო აენთე ნუღარ აგვიანე მე ვიცი რომ 90-იან წლებში ალტერნატიული მუსიკისთვის ძალიან მშობლიური ადგილია არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქუთაისიც. აი მე იცით რომ მინდა გკითხოთ რომ თბილისის და ქუთაისის ურთიერთობა ალტერნატიული მუსიკის სფეროში 90-იან წლებში და რითი განსხვავდება ქუთაისური და თბილისური ალტერნატიული მუსიკა ერთმანეთისგან? გეტყვით. ესეთი ადამიანი იყო ტოსოვკა ერქვა თემურ ჯოხაძე, რომელიც იყო აი ეს ხიდი ქუთაისს და თბილისს შორის. ეს კაცი გავიცანით ჩვენ იგივე ჩემმა ძმამ ბიჭიკომ გამაცნო და 90 წელს რაღაც კონცერტი ქონდა მედაქეშემ გავაკეთეთ ცხონებული ბიჭები როკენროლიდან ირაკლი გიგაურმა თავი მოიკლა და რაღაც აღამო გრაფიკული როკი გავაკეთეთ ესეთი ირაკლის სახელზე და ჩამოიყვანა რომ მორჩი რომ დაუკარე შემოიყვანა ორი ბიჭი და გაიცანო ესენი ახლა ჯგუფს აკეთებენო 99-90 წლებში და აი ესენი არიანო ქუთაისში იმედიო ქუთაისო რაღაცა მაგარ შექმნიან და ერთ ერქვა ბაჯუ
და მეორეს ერქვა რობერტი აუთსაიდერი კუხიანიც. ხვდებით ხო ის თქმა მინდა და გავიცანი და იმის შემდეგ აი რომ დავქოქეს ურთიერთობა ქუთაისთან, მე რომ ჩამოვედი განსაკუთრებით 93 წელსში 14-ში თემურად ჩემთან ჩამოდიოდა და მე თემურასთან და გავხურდით და ყველა ჩემს ივენტზე ქუთაისური ჯგუფები გამომყავდა, ყველა ჩემს ივენტებზე ვეხმარებოდი რომ გახურებულიყვნენ და რაც შემიძლია მე მაქსიმალურად გავაკეთე და რა ვიცი დღესაც ახლა ვფიქრობ რომ თბილისში იმდენი ძმა და მეგობარი არ ამყავს რაც ქუთაისში მყავს რა. იმიტომ რომ იმ ხალხთან უფრო ის ხო მე თან ცოტა ისეთი შეზღუდვები მაქვს 90-იან წლების მეგობრების გარდა ახლებთან ვერ ვურთიერთობ რა. სხვა ხალხი არის, სხვა გაგება აქვს, სხვა მოთხოვნები და ამ ჩემს ძმებთან იგივე 90-იან წლის ქუთაისლებთან, იგივე პიკასოსთან, იგივე გოგაია ჟორჟოლადესთან და ასე შემდეგ ძმობა დღემდე მაქვს რა. და მოკლედ ვამბობდი რა უცნაურია რომ თბილისში გაზრდილ კაცს მეგობრები ყავს იქ. რომ ესეთი დაშვება რო გავაკეთოთ ალტერნატიული მუსიკის დედაქალაქი რომელი იქნებოდა თბილისი თუ თბილისი არის რა თქმა უნდა რაც არ უნდა მაგი ვილაპარაკო და რაც არ უნდა ჩვენ მოვინდომოთ რომ ეს ასე არ იყოს ესე არის ხა რომ დადებ ხა ის რობერტ აუთსაიდერის ალბომი მამონოვთან ჩაიწერა 91 წელში თუ 12 წელში და ხა 87-ში უკვე რეცეპტი იყო და 99-ში კიდე კომენდანტის საათი ვიდეოები ხა ამას მე კი არ ვიგონებ შეხვალ ჩართავ და მონახავ დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. რამე ხო არის ისეთი რაც მე გამორჩა, მაგრამ ამ გაზრდაცემას მოუხდებოდა და სათანადო კითხვა არ დავსვით. იცი რა, აი ძალიან რთული ყოფილა პახმელიაზე ინტერვიუების მიზეოდა. პახმელიაზე ყველაფერი რთული. ხო და მინდა რაღაც გონება მოვიკრიფო და რაღაც საინტერესო თქვა და რაღაც ასე მგონია რომ ყველაფერი საპირისპიროდ გამოდის და ვერ ვამბობ ისე კარგად როგორც უნდა მეთქვა, მაგრამ ნუ რაც არის ესავა რა და როგორც ითქვა ისე ითქვა რა. დიდი მადლობა იმისთვის რომ დამთავრდით ინტერვიუზე და ამდენი ხანი ვისაუბრეთ. კარგად ზარბობთ. წარმატებებს გისურვებთ.